უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო რომელმან ხისიჩინე სარწმუნსა ზაქისა მეზვერესა მისსა საწყობად მისთვის და ყოველთა სახელეულთა მისთა შენა კუთხე გიმნაზიაცეს და მოხდერმოხდა დევას კუთხეობა მაშინა და რომელთაც ვედრებას და ოცნა შეწირათ შენ და ყოვლის საგამ ბოროტისა უნებელა დაიცევესენი აკურთხენ ესენი და სამკვიდრებელი ამათი და ავი განზრახვისაგან ცხოვრება მათი მარა დაიცევ უხად ყოველი კეთილი შენი კურთხევითა შენთა სარგებლად მიეცმათ რამე თუ შვენი შენ და ყოველი პატივით აპანეცემა ამის სადაზისა და წმინისა სულისა აც დამარადის და უკუნეთი უკუნისამდე შვიდობა ყოველთა სულისაცა შენისათა გამარჯვებულები 18-დან ჩაერიცხა მხოლოდ 13. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. გილოცავთ ამ გამარჯვებას და სულ ასე წინსვლით გევლოთ თქვენს ცხოვრებაში. აბა ნახოთ როგორ ზაფის გვირებს მოიწერ. მას დაიწყო ნაცარქექია. მე პირველად წითელ კვიდას მოიწერ. წითელ კვიდა. და ეს არის მრავალ სიყავით ჯანმრთელად სულ ხუთიანებზე გესწავლოთ რომ თქვენი მშობლების გული სულ გახარებული ყოფილიყო მე თან მოვიყვანე ჩემი მემკვიდრე ახალი წელი Agama
მაგრამ მე მისი წელის ამიხი. რადგან ერთხელ დამოწდა. მგეშინია ბებია. როდესაც ელი შენ გული ვიღწა. გათაებულია ჰიტლერის საქმე. თუ შენი საქმე გათაებულია, რიკე. რა წერია გაზეთში არისო? დაგნარ მოსკოვთან ფეხსარიცვლიან ადგილიდან. თურქეთის პოლიტიკა რაღაც ამბობდეს სამწუხაროდ შემოვიდარდი. მაგის საქმე ჟულიკია. თუ შეატო გავჭირდაო, ისევ გერმანიას გამოვცხადეთო. გაჩერდი კაც? აგერმედა? აგერა გერმანია. აგი ულაში გამყარსი ასე თუ არ. გათაებულია მათსა და სუბიტაზურიგე. უშე ლექსი დავწერე. რა ვთქვი? ლექსი დავწერე. წავიკითხე შენ გაზეთს. სადიზღარი გერმანია. გადმოვიდა ჩვენ საზღვრები. მაგრამ ფეხს ვერ მოიკიდა. ჩვენი მიტაწყავს. ჩვენი გმირები დასხარ. ზარბანზე, თობები, ტანკები. თუ საჭირო შეიქმნება დასმე წყალში დავეტაკე. ძალიან ხმამაღლა წელი. მაგას კი ეშვება. კაცი ხვადაბლად წაიკითხოს, მაგრამ ამას რა ეშვება. კაცი რა უძილოა. ღამედა შეყარებულია. აბარაჯანდაბა. როდის იგზანი პირველად თვისში ლექსის ამოღიტინე. ერთი თვის წინ. კიდევ გაქვს რამე დაწერილი? კი, სიყვარული. წაგვიკითხე. ღამე არის მთვარიანი, თოვლიანი, ქრიანი. სრნემლი მომდის სიხარულის. მიყვარს ღამესი არ. მთელი ღამის უძილო ვარ. სომცლად გადარეული კაცი. რა სიტყვი შენ? ბოლოს ტრიქონი კარგადაა დაწერილი. ეთყობა უძნია კაცი. მაგრამ სიყვარულზეა ლექსია და სიყვარულზე რატომ არაფერს ამბობ? სხვენია და ვერ ამბობ. კაცი რომ უძილოა, გადარეულია. ღამედარი შეყვარებულია, აბარაჯანდაბა. გადარეული ილიკოცა. ღამე მაგდანში მინდა ეთრევა, მაგრამ შეყვარებულია თვით. გავარჩიოთ ლექსი, თავს შეგვიწერია. თვარიანი ღამეა, თოვლია და ქარი, ამაზე რა სიტყვა? იმაგრა, ქარი და თოვლი თუა, ქვეყანა თუ იგრევა, შენ რა გიხარია, შეუპარწონო, სიხარულის წრებლი მომდისო, რომ წერ. თქვენ რა გასმით ლექსი? ორივე გამოწვინებულია. ეს რა ლექსი წაგვიკითხე, გამოწვინებული კი არა, სული როგორ ვიქნეს. დიდო ზარო, ჩვენო სიონისო, ნატრული ვარ, შენ დიდებულ ხმისაო. ჩვენო მტკვარო, ძმა ორიონისაო. ნაწამები, საბანაოდ მოვედი, ძმანო ჩემნო, ჰაოს ქართოლოსისაო. გატანჯუსა, ვიცნობთ დიდი ხნისაო. გაყიდული ორ პირ მეგობრისაო. გამარჯობათ, იათი მგურჯი მოვედი. მე ბაიდონე, მე შენი ედლით. მინდა თბილისი შემოვიარო. ძველო მე არ გლევ შენს გამამხები. ორთა ჯალაში რო გავატარო. წინ რომ ჩვენი დედაც იგნი გაგიშლია. ეგ მარტო
შიგნი კი არა. ჩვენი მშობლიური სამყაროს ჯადოსნური გასაღებია. ხილად გადაშალე თითოეული ფურცელი. ია, აი, ია. მესმის თქვენი აღტაცებული შეძახილი. ეს თქვენი პირველი აღმოჩენა, პირველი საოცრება. წინ კიდევ რამდენი საოცრება გელი. ყოველ ფურცელს თავისი სასწაული აქვს თქვენთვის შემონახული. ის არა მარტო გასწავლით, არამედ ცნობის საგიც გაგიძლიერებთ. კეთილ ხელს გამოგიზდით და თან გაგიყოლიებთ. ცოდნის გზაზე პირველ ნაბიჯებს გადაგაჭმევინებთ. გაგაძლიერებთ, გაგაყონიერებთ და ერთ პატარა არსებას, ერთ ჩვეულებრივ ადამიანს ქართველად გაქცევთ. განა ეს სასწაული არ არის. და აი, უკვე მესმის თქვენი ბავშვური სიამაყით გაცხადებული დიდი და ლამაზი სიმართლე. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განსხვავი სხვაგან ყოფნას ირჩევნი აქვს თიქვი. ამ ლექსს ახლაც ამბობთ, მაგრამ ის სიმტკიცე და თითოეული სიტყვის განცდა თელს არსებას რომ შესძრავს და აფორიაქებს, მერე მოვა, თანდათანობით მოვა. კიდევ უფრო იყორძინე საქართველო, კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდე სასახელო. კიდევ ერთი რუსთაველი, კიდევ ერთხელ ამღერო, შენ ციხარ, ჩვენც გვახარო, გამხნევდე და გაგვამხნევო, გევალება საქართველო, შეგიძლია საქართველო, გაგიმარჯოს საქართველო. მაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით ტყის ახლოს იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე. ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ზურაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრითა და ბუდადობითა. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდალე. ზურაბი და მაგდალე სულ წლის გვარ დაწერილი იყვნენ. შვიდად მათ ჰყავდათ ერთადერთი ქალი, რომელიც მესამე წელიწადში მეტად საყვარელი ბავშვი იყო. ლამაზი, თეთრი ბამბის კულასავით, ცქრიარა, მხიარული და უღალავი მოტივით. ამასთან კეთილს უყვარდა თავისი დედის სიმღერა. ერთხელ ერთმა მლექთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა. გადი! იცი რა აზრმა მივიდა? რამდენი ხანია რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რა გამოვიდა? ისევ ისეთი ეღატაკები ვართ, როგორიც ავიღავთ და ისევ ისეთივე ძაღლული ცხოვრება გვაქვს, როგორც გვქონდა. ფაბრიკი რომ მოვიქცეთ, ერთ ბაშად გამდიდებით და მოვჩებით ამე ვაივაგლახსა და წანწარსა. რაგო? ზურაბ ქართველაძე ხო ძლიერ მდიდარია? ხან მდიდარია, მაგრამ რას გვარგებს ჩვენ მისი სიმბოლო? გვარგებს, თუჩქუით მოვიქცევით. ამ მდიდართან ხომ გაგიჟებით უყვარს თავისი ერთადერთი ქალი? ხა უყვარს, მაგრამ რა გამოვიდა მანდ? ის გამოვიდა რომ ჩვენ თუნ ბავშვს როგორმე მოვიტაცეთ და თქვა წავიღოთ დაღესტანში. რა გარგონია, ზურაბ ქართველაძე თავ შეძლებას დაიშურებს, რომ იხსნავს სხვებიდან ქალი. ჰაი, რომ არ დაიშურებს. რა ის მაგიხარ ყადი, თვალი ვადევნო და რატომ შევიდოთ მოხერხებული დრო? ხედ მოვტაცოთ ზურაბ ქართველაძეს თავისი ერთადერთი ქალი და თქვენ წავიყვანოთ დაღესტანში. დედა მოდიდა შეამჩნია კეთილსის სამგეშო ცვლილება. იმედი მიეცა. სარკიანი ბედმა და სარკე მშვენიერმა დილა. არგუნებაზე მოიყვანა მაგდანი და ან სურიად უნებურად თავისთვის დაიწყო ურინი იამდანისა. რაც კიდო დახკარგა,
მას შემდეგ მაგდანის სიმღერის ხმა აღარ არის გაუგონია. ეს პირველი სიმღერა იყო 10 წლის დუმილის შემდეგ. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა. ფოტო იყო მოთავსებული პატარა ტახტზე, ოთახის კუთხეში. იავნანას მაგდანი ჯერ დაბალი ხმით ღირით ამურდა. მერე კი თავისი ხმის სიმშვენიერად გაიტაცა და თავისი დრო დაამღერა. მაღლა აუწია.
ჩემო მაყარა უცხო კაცად რომ შემიცნო შერთხვა და თავი დახარა სიწითლემ გადაუარა ალბათ იმაზე დაფიქრდა მოვეწონეო თუ არა სვანეთში წავა კვლავ მეძახიან წელსაც მიხბობენ ჭრელი ზღაპრები სულით ხორცამდე ჩემი ხალხია ჩემი მთები და ჩემი ალპები ზაფხული ვირქუშ თაბარს აჭრელებს თეთრ ეთერს თოვლი მითლია გავყვა მაგრამ ეთერს რაღა ბაჭერებს სულ მინდა მთელი სვანეთის ნახვა ცხუმას და ბეჩოს მინდა ჩარბენა ჩაუხს და მახსვებს ულვაშებიან უშკულში გავყვე გურძა მარგელანს თეთნულდის ძირში გურამ ჩეგიან სვანეთში წავა კვლავ მეძახიან წელსაც მიხბობენ ჭრელი ზღაპრებით სულით ხორცამდე ჩემი ხალხია ჩემი მთები და ჩემი ალპები მინდა თურნირის ხმაზე გალობდე სვანური სიმხნე სულში აღზარდე მინდა გავჯიგდე მინდა გავლომდე მინდა გავსვამდე ხალხეს ჭალაში ჯიხვებს ავაფრენ აღმა შევყვები ფადიშის ჩრდილებს სხვას თუ არაფერს ორცხომ ვისწავლი ზარსა და ლილეს რომ დასჭირდება ჩემს მამუს ვიცი ფუეშმას მამუს წერია ჯვარი ჯიბარებს ვარავს მშობელი მიწის ვაი მომითხრა სვანური ზარი ვივაო ყდესა თუ ღრედა ჯიქის ვივაო ბადგას სვანეთის ჯარი არავის იყოს ვაივაო იგი თუ ბაბულისთვის ვერ ვიკვდებ მკვდარი ჩემ კი ცხოვრებას ასწევს ვაპირე და უფრო მეტად მჭირდება ლილე აღმა შავხვები ცისფერ აპირებს კვლავ გინახულებ ენგურის ჩრდილებს ო ლილე მინდა მზისთვის გალობდე სულში შვილი სიმხნე გავზარდე მინდა გავჯიგდე მინდა გავლომდე მინდა გავსვამდე Sigurd
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალი თქვენია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, რომ მომავალში თქვენ იქნებით პატრონი საქართველოს. თქვენ უნდა კარგად ისწავლოთ. თქვენ უნდა იყოთ ეკლესიურები, მორწმუნენი და თქვენი ცხოვრება უნდა აჩენოთ რწმენაზე, მართლმადიდებელ რწმენაზე. სარწმუნოებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. თქვენ იცით, აი აქ პორტრეტია წმინდა ილია მართლის. მან დაგვიტოვა ამდენად, რომ ყველაზე მეტად თქვენ უნდა გაუჩნდეთ მამულსა ენას სარწმუნოებას. და აი თქვენ თუ ამას შეინახავთ, საქართველო გადარჩება. და მე მჯერა, რომ აუცილებლად გადარჩება. თქვენი სასწავლებელი უნდა იყოს სამაგალითო სასწავლებელი. თქვენ უნდა მაგალითი უჩვენოთ სხვა ყველა სკოლას და გიმნაზიას. და მართლაც ასეა. იმიტომ რომ თქვენ ყავთ ძალიან კარგი დირექტორი და კარგი მასწავლებელი. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არის ღმერთი.
ენა პირველისგან იყო სიტყვა სარწმუნოება ანგელოზის წირვად გება როცა დაკრავს კინოზარსა ცხეთის ქალას ირონიზულს აუგნივ გავს მიაფარსა გარს გუმბათის ვერტაბავა როგორც ნორჩივას სარსა იმის მათი შეგეწევათ რაც პირველისად გარს უარო პატრონი მამულს ენას სარწმუნოებას რაკაცები ვიქნები რაბასოს გავაცემ შთამომავლობას სიტყვა იგი იყო ფრთითათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი ქართული ამბავის ასონიშნები დემონების გამოყვანილ ჯგუფებს გვანა ჩვენი წინაპარი ქართულ ასოებს სხვადასხვა საბრძოლო იარაღებსაც ადარებდა რაც მტრის წინააღმდეგ ქართველთან მუდმივ ზაფხულს ნიშნავდა როსტატი ასოცმიდა მისი გულის მასიტფიდა ონი ხმალებ ერთას ვრიდა განსა თარებრი ფავიდა ისა ლუჩა დაიხმი
მომცემია რაღაცაა ბოლო წლებში თითქოს სისტემატიურად ითვლებოდა ჩვენი იმრედი ჩვენი სიყვარული მაგრამ აი დევანდებმა ფერ რაღაც საოცარი იმედი მოუწა და მე ვიტყოდი რომ აი ასეთი სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ ჩვენი ბავშვები ყველა სკოლაში აი ასეთი სულისკვეთებით უნდა იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები ოჯახებში და სკოლებში ერთმა გაგლოცოთ და გადახაროთ და გადაწყვიტოთ ერთმა გალოცოს ეს გიმნაზია დირექტორი მასწავლებლები და უპირველეს ყოვლისა ბავშვები ზედა ერთი ლექსით რომარტო ჩემეცი თორე გარებიერ კომისიას მაგრამ ახლა გიმნაზიის კონტექსტში ეს უფლისაგან შენ ხარ მამა და პატრიარქი ვირადა ჩვენთვის როგორც კაცი ხარ დიდი განძი გვინდა სიცოცხლე გაგიფრინოთ ხალიჭად მამას და ჩვენი მხრებით აგიყვანოთ მიწიდან სამდის გვინდა აღდგომა ქართული ცის ჩვენ ხედავთ განვლილს სისხლი ჭიქვინებს ჩვენში შენი ილია მართლის გვინდა შევერწყავთ შენს ღამებს თეთრად ნათელებს შენს მაგალითზე გვინდა გავხდეთ ბერიც და კაციც გვინდა მოესწრო საქართველოს სრულიად მართავს სულის მუხლები დაჭოქებულს უფლის წინაშე გვინდა გერგეთის სამებასთან სვეტი ცხოველთან ჩვენი ლამაზი გიმნაზიაც რომ შეგიყვარდეს
მოუწია ის გადამგდების ის აფერისთვის შენ სიმნაირი არა დემონულათა კარგების კი არ მინდა ჯერ კომპილიცის მინდა ხაზი დამადა დამუდამადავარჯინო აფერუმ წილი ყოფილხარ წილური ძმისათვის თავგარჭირული ამამბავ თერხეს გავაგებინებ მუხიანს ჭიფლიანს ცხილიანს კაკლიანს თხილიანს და მაგრამ კოს ვერ მოვცემ შენი მოდიკა დამულათა და დამგუბოთა მათ ხოსაშველი არ არის რა არ არის არა სოფრინამ შეგრობა და ალბათ შრამები
მადლობა მინდა პირველ რიგში გადავხადო ბატონ დირექტორს მოჩალიშვილს, რადგან ასეთი სკოლა დაარსა და თბილისში ნამდვილად ხელზე ჩამოსათვლელია მოწესრიგებული სკოლები, სადაც ასეთი ერთობა არის და ასეთი წყობა არის, იმიტომ ქუჩაში რომ ნებისმიერი შემდგეს, ყველას უხარია ერთმანეთის დანახვა, ყველასაც ცნობს და ასე ერთობით და ასეთი შემართებით ყველა თაობა და ჩვენი მომავალი თაობაც ყველა ასე უნდა გაიზარდოს. მადლობას გიხდით სიყვარულს. ძალიან ძნელი არის შემოგვიფასებო, როცა ესეთი პატარები შემოდიან და შემდეგ უკვე ესეთ ლამაზებს და ესეთ დიდებს უშვებთ გიმნაზიიდან, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ ესენი აუცილებლად გასახელებენ და მე მინდა მათ გასაუბრად ვთქვა რომ ჩვენი გიმნაზია შავნაბადა და ჩვენი შავნაბადას მონასტერი ყოველთვის მზად არის, თუ კი რაიმე დაჭირდებათ მათ ან ცხოვრებაში რაიმე დაბრკოლება შეხვდებათ, ჩვენ მზად ვართ რომ ყოველნაირად ხელი გავუწოდოთ მათ და ჩვენ ამათ არსად არ უშვებთ. ესენი რომ დიდი სპეციალისტები გახდებიან, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, სანამ გიმნაზია იარსებებს და სანამ ჩვენი ურთიერთობა იქნება, სანამ ჩვენ ცოცხლები ვიქნებით ასე ვთქვათ მოკლედ. მერთვად აგლოცოთ კიდე, გაგახაროთ და გაგაშვიოთ. სიტყვა მისალმებისათვის შეიძლება ისტორიის მასწავლებლის ვარდად გამარჯვებას. ექსპრობი, რომელიც ეძღვნება საერო გიმნაზია შავნაბადას 2003-4 სასწავლო წლის პირველ კურსდამთავრებულებს 13 ჭაბუკს და 2 მზეთუნახავს. 5 წლის შემდეგ მოგზაურობ ჩვენ მომავალში. წინაპრებს ვთქვათ, არ მოუკლავს კაცი ოცნებას, მზე ჭაბუკება დაგვიბრუნდა დღეს ყველა ბავშვი, მრავლის მნახველი შავნაბადაც კი გაოცდება. აღარ არსებობს ბილ გეიტსის მონოპოლია, კომპიუტერის მამა გახდა კილასოვი. მილიარდები დააგროვა არ არის ჭორი, ნუ დაივიწყებთ მშობელ სკოლას ბატონო მორის. 1001 წიგნი გვიძღვნა ამჯერად ავთომ, 300 ენაზე ბეჭდავს თურმე გამომცემელი. გაბწყინებული ივერია ამ კრებულს აწყობს, აბდუშენიშვილს ვერ ირიცხებს სასწავლებელი. ძლევა საკვირველს სუპერ კოლოს პირდება ზაზა. მეფე დავითი ვერ მონახა როლისთვის კაცი. ჭყონდიდელობა ბატონ გოჩას კი შესთავაზა, თედელურ სულს რომ გადაიღოს გრაალის ტასი. გეთიაშვილი აპროექტებს დაკიდულ ბაღებს. ზეთუნახავი შეუყვარდა რობინზონს თურმე, საოცრებაა ეს ბაღები, მიდით და ნახეთ, მისი ქმნილება უდაოა დროჟამს გაუძლებს. მენეჯერი მირანდა მეშველიანი მილიონობით მოიზიდა წელსაც ტურისტი, სვანურ ქართულად მოუბარი ენა წყლიანი, დაიხარჯება უპრობლემოდ თქვენი გულისთვის. მირანსთა მინისტრს გოგოლიძეს ყველა ენდობა, მის დროს ხაზინა სავსე არის მილიონებით. უყვარს მაკაცი მშვიდობა და კიდევ ერთობა, ლადოს საკითხებს წყვეტს ალალად, ცივი გონებით.
ვერავენ ჩემო ქვეყანავ, საკეთი უდღეოთ შენი ქარები, სამშობლოსათვის, მამულისათვის, ლაშქრის შეკრება მაქვს ნაბრძანები. ერთიანია დღეს საქართველო, დასავლეთი და აღმოსავლეთი, შენს დასაცავად ერთად დამდგარად, გმირი ქართლი და გმირი კახეთი. ლიხტი მარადის ფრიალებს დროშა, არც რა არა გვაქვს სადარდიანო, შენს დასაცავად ერთად დამდგარად, შენი ერთგული სადადიანო. სასამწიულის წუდება ყივილი, სამშობლოს მტრების სისხლის წყურია, დაშემართებით სამშობლოსათვის, გურიელს მოჰყავს მთელი გურია. საქართველოსთვის, მამულისათვის, შეკრებილია კუთხე ყოველი, აფხაზეთიდან აფხაზთა ლაშქრით, შერვაშიძეს დაემხვარს მოველი. ტანმუბერაზნი და გოლიათნი, ბუნებისაგან ხელით ნაკვეთნი, სტუმრის მოყვარე და მტრისთვის რისხვა, დატეშკელიას მოჰყავს სვანეთი. რადგანაც წერი მობრძალებია, გაჩაღებულა ბრძოლის ფერხული, დიდების თავთა წინამძღოლობით, მოემართება რაჭა ლეჩხუმი. სამცხე ჯავახეთ ჩაბერეს ბუკი, ბევრის მომწრე და ბევრის მნახველი, დამოუძღვება ლომგულ ვაჟკაცებს, ახალი დროის ბექაჯაყელი. ზღვიდან მოხდურის მტრის დასახვედრად, სადარაძოზე ციხე დამდგარა და საქართველოს ღირსებას იცავს, გულმადლიანი შენი აჭარა. სვეტი ცხოვესი შემოკრე ზარებს, დაირაზმება კუთხე ყოველი, საბრძოლო რაშებს მოაგეობე, შავხებს ურები, გმირი მხოლელი. ვაშასიკეთით მაცქერა თვალებს, წერდა მოხდომა თუ კი აამხრებს, კიდევ გაგიზვის ფიცხი არაგვით, სამაჯერს ამას ვაშკაც არაგვებს. არ დაიდარდო, არ დაიკვნესო, გულს მოიშორე დარდი და სევდა, რადგანაც თავის ქვეყნის მედროშეთ, ცხრადად გაგიზრდის ყოველი დედა. და შეიკვრება შენი ლაშქარი, ძველ წინაპრულად ფიცხობს ნაჭამი, რომ აღორძინდეს შენი სხეული 1000 მტრისგან ნანგრევ ნათვავი. ოცნება ჩემი ლექსად ნათქვამი, დიწყაროსავით სუფთა და წმინდა, სურს დაუნგრევეს სიმართლე დიქცეს, ჭეშმარიტებად გარდიქცეს მიდა რომ შენი ყოველი კუთხის, შეთის გრძნებარეთ ფეთქავდეს გული, მაშინ იქცევი ფეშმაგარ მუხად, და ყველამდე იქნება მუმლი. აღშენებლობის გვიხმობს საყვირი, თავისუფლების ქუხან ზარები, სამშობლოსათვის, მამულისათვის, ლაშქრის შეკრება მაქვს ნაბრძანები. ჩვენი და გავლეცო, ჩვენი გიმნაზიელები, აი პირველი კლასიდან დაწყებული, მე-11 კლასით დამთავრებული. რამე თუ მათი მეოხებით არის ყველაფერი და მათთვის კეთდება სულ ყველაფერი ჩვენთან. დილის როცა ვიწყებთ ხოლმე, აქ არიან ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები, რა თქმა უნდა. უწმინდესმა და მამაშიო მეთად მაკურთხესო ბავშვებსო აუცილებლად უცხარიო, რომ ესენი არიან მომავალი უბლისყულები და მეფის ასულები. ესე ესალმები ხოლმე დილამშვიდობისა, ვეტყვი და დილამშვიდობის არის ის ეტყვია. ხომ ხართ უბლისყულები და მეფის ასულები, ვეკითხები და დიახ, ოღონდ პასუხობს პირველი, მეორე, მესამე კლასი. ზედა კლასები არა, იმიტომ რომ ესენი უკვე მეფეები არიან. მაგრამ აი ეს პატარები, რომლებიც დღეს პირველი, მეორე, მესამე კლასში არიან, აი ისინი იქნებიან ჩვენ ჯერა მომავალი იბერიელები. ისინი აუცილებლად გაბრწყინებულ საქართველოს კი არა, გაბრწყინებულ იბერიას მოესწრებიან და მე მინდა დავლოცო ესენი ყველანი და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ესეთი კარგი ბავშვების, ესეთი კარგი პედაგოგიური კოლექტივის ხელმძღვანელი. მადლობა მეც ამისათვის, რომ ღმერთმა ეს დიდი ჯილდო მარგუნა და მე ვეცდები მაქსიმალურად, რომ შევქმნა ისეთი გარემო, რომ ჩვენ აუცილებლად გადავარჩევთ საქართველოს. აი ეს ბავშვები, აი ეს მასწავლებლები და აი ჩვენ ყველანი ერთად ვართ ძალიან დიდი ძალა, რა თქმა უნდა, შამამადას მონასტერთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, რომ ჩვენ ვიხსნათ ჩვენი ლოცვით, ჩვენი შრომით და ჩვენი თავდადებით საქართველოს. არავინ ამიშველი საქართველოს, არც ამერიკელი, არც გერმანელი, არც ინგლისელი და ასე შემდეგ. საქართველოს უნდა უშუქოს ქართულმა ხალხმა და დღეს არის აქვს ისეთი პატარა ნერგი დარგული ჩვენს გიმნაზიაში, ჩვენს მონასტერში და ჩვენს საპატრიარქოში, რომ საქართველოს აუცილებლად გადარჩება, როცა ეს ნერგი გაიზრდება და როცა დიდი მუხა გახდება
ეწევა და თავის ნაყოფს გამოიგებს. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ 12 წლის მანძილზე ამდენი რამ შევძელი. იმედია მეორე 12 წელში უფრო მეც გავაკეთებ და უფრო ბევრ ახალგაზრდას ავწვდით საქართველოს მოსავლელად და პატრონად. მადლობა ყველას. უფლის შეწევნით ჩვენ ლიცენზიას ავიღეთ და შემდეგ შენობებიც ვიშოვეთ, გავარემონტეთ, გავაკეთეთ და აი ამ 12 წლის მანძილზე გიმნაზიამ თავისი სახე და თავისი მოდელი შექმნა ქართული საერო და საეკლესიო სკოლის შერწყმის. ერთადერთი სკოლა ჩვენა ვართ, რომელმაც განათლების სამინისტროში წარმოადგინეთ საერო და საეკლესიო სკოლის შერწყმის მოდელი. ჩვენ კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს ძალიან მოწონს ჩვენი მოდელი და ის ბრძანებს, რომ საქართველოში აი ესეთი სკოლები უნდა იყოსო და აი ასეთ სკოლებში გაზრდილი შთამომავლობა აუცილებლად გადაარჩენს საქართველოს და აუცილებლად გაფრინდება საქართველო. ამას ამბობს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი და მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენმა კოლექტივმა, ჩვენმა ბავშვებმა ერთად ვიბრძოლეთ ამისათვის და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენი დევიზი არის, აი გამოგრულია ჩვენი დევიზი, შთამომავლობის გადასარჩენად თავგანწირული ბრძოლა და მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, დამფუძნებლები ვართ ამ ბრძოლაში ჩართულები და ვჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად საქართველოს გამოვიყვანთ აი ამ ძიმე მდგომარეობიდან. თუ საქართველოში რა თქმა უნდა აი ესეთ სკოლებს დაგვაფუძნებიებდნენ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. დიდი მადლობა თქვენ ყველას, პირველ რიგში მასწავლებლებს, შემდეგ მოსწავლეებს და შემდეგ სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა. კეთილმოწესენი და ზნეკეთილნი. ამ ძველქართულმა და ხშირად მივიწყებულმა სიტყვებმა შავნაბადა საერო გიმნაზიაში ცნობიერების ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. კეთილმოწესე მოსწავლეები სკოლის მაყურებლებს ჩაენაცვლენ, ხოლო ზნეკეთილთა საბჭომ გიმნაზიაში ნამდვილი საპარლამენტო წყობა დაამკვიდრა. თვითმმართველობის ეს მოდელი საკმაოდ ქმედუნარიანი აღმოჩნდა. მოსწავლეები თავისავე მიღებულ დადგენილებებს სიხარულით ასრულებენ. გიმნაზიაში კლასებს შორის არსებულმა ერთგვარმა შეჯიბრმა ყოველგვარი დეტექტორებისა და ზედამხედველების გარეშე განათლების დონე წაამაღლა და დისციპლინაც დაარეგულირა. შემთხვევით არ უწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შავნაბადეს გიმნაზიას განათლების სისტემისთვის მისაბაძი მაგალითი. თუმცა ყოველივე ზემოთქმულზე საუბარი მალე შესაძლოა წარსულ დროში მოგვიწიოს. 13 წლიანი არსებობის შემდეგ შავნაბადას 315 გიმნაზიელს შენობის დაცლას სთხოვენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ შენობის, რომლის რეაბილიტაციაშიც გიმნაზიას 70,000 ლარი აქვს დახარჯული. ძველქართული აღზრდა განათლების თანამედროვე მოდელს გასულ კვირას დროების თვალით გიორგი ახვლედიანი და ბაკურ ჩიქობავა აკვირდებოდნენ. დილის ლოცვას გაკვეთილების დაწყებამდე შავნაბადას საერო გიმნაზიის ყველა კლასის მოსწავლე ესწრება. არდება ძალიან სათნო განწყობა ღვთაებრივი სიყვარულის სახით და ბავშვები ძალიან ბედნიერები, ძალიან გახარებულები, შემდეგ მიდიან თავიანთ საკლასო ოთახებში და შემდეგ იწყება უკვე სასწავლო პროცესი. აღზრდა განათლების შავნაბადასეულ მეთოდოლოგიაში სიახლე არაფერია. ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული და გამოცდილი, თუმცა მივიწყებული. დიდება უფალს. დიდება სამშობლოს. ღირსება უპირველეს ყოვლისა. ფიზკულტურის ნაცვლად დღე ხრიდოლის ვარჯიშით იწყება. 27 სადროშოდან საქართველოში ყველაზე წარმატებული სწორედ შავნაბადელთა სადროშოა. ორთაბრძოლის ერთი სახეობით, აქ სამი სახეობის ჩემპიონები იზრდებიან. მთელი სკოლის ბიჭები ყველანი გადიან ამას და ყველანი სწავლობენ მხედრულ ტრადიციებზე იზრდებიან. ეს უკვე თითქმის 8-9 წელია ეს ამ სკოლაში ასე არის დანერგილი. ხრიდოლი თვითონ წარმოადგენს სამჭიდს და როცა ტარდება შეხვედრები ჭიდაობაში, გამოყავს გუნდი ჭიდაობაში, გამოყავს გუნდი კრივში, გამოყავს გუნდი ფარიკაობაში. ამ სკოლის გუნდმა კავკასიის თასზე ხელჩართულ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. სანამ ვაჟები ხრიდოლს ეუფლებიან, გოგონები დაგოგმანებენ, ანუ ქართული ცეკვის ილეთებით ლამაზად სიარულს და მოხდენილად მიხრა-მოხრა სწავლობენ.
თუმცა მთავარი რაც გიმნაზიის დამაარსებლებმა წინაპართა გამოცდილებიდან აიღეს, ბავშვებში გუნდური პასუხისგებლობის და წარმატების ერთად მიღწევის განცდის დანერგვა. გამარჯვება არა ჩემთვის, არამედ ჩვენთვის. ერთი მოსწავლის წარმატება აქ მთელი კლასის წარმატებას განაპირობებს და პირიქით. კლასებს შორის ერთგვარმა შეჯიბრმა სასწავლებელში განათლების დონეც აამაღლა და დისციპლინას დაარეგულირა. ქულებს კლასის საერთო ყულაბას მოსწავლეთა მოწესრიგებულობაც მატებს. თუ კი კლასი არის მოწესრიგებული, დალაგებული, დაფაგასუფთავებული, ამ შემთხვევაში გვეწერება ქულები 30 ქულა. კედლის გაზეთის გამოცემა არის 100 ქულა. წარმატებასთან ერთად წარუმატებლობასაც ყველა ერთად იზიარებს. შედეგად კი თითოეული გიმნაზიელის პასუხისგებლობა 1000-ად იზრდება. ბუნებრივია აღარავის უნდა კლასის ჩამორჩენის მიზეზი გახდეს. მაგალითად, დავალების არ ქონა -50 ქულა. აკვეთილიდან გაძევება -100 ქულა. ქულები გვაკლდება კიდევ დაგვიანებაში -5 ქულა. ეს ყველაზე მინიმალური ქულა. ერთობლივი წარმატებისკენ ასეთი სწრაფვა ისტორიულად მცირერიცხოვანი ქართველების გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. ერისა და ბერის ერთობის საფუძველსაც სწორედ ეს წარმოადგენდა. ქრისტიანული სიყვარული, მოყვასის სიყვარული არის ამ შეჯიბრებითობის არსი. იმარჯვებს ყველა, არა ერთი, არამედ ყველა. ამ კოლექტიური გამარჯვების არსში დევს ამ შეჯიბრებითობის ნეობრიობა თუ გინდაც. და ეს ნეობრიობა განაპირობებს ზოგადად სასწავლო საამსდელო პროცესის ძალიან მაღალ დონეზე აყვანას. ანუ ქრისტიანული და საერო სწავლების რაღაცა თავისებურ სიმბიოზს. სამი გამოშვება გამოუშვა დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადამ და ამ სამი გამოშვებიდან ყველა მოსწავლე სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში. თუ როგორი პრინციპით უნდა წარიმართოს კლასებს შორის შეჯიბრი და როგორ შეფასდეს ესა თუ ის წარმატება ან წარუმატებლობა, ამას გიმნაზიაში შექმნილი თვითმმართველობის ორგანო ზნეკეთილთა საბჭო წყვეტს, რომელიც კლასებში არჩეული კეთილმოწესეებისგან შედგება. შემოსულია წინადადება, რომ 10 ქულა განისაზღვროს პლუს 30 ქულით ან 20 ქულით. აბა სათითაოდ უყაროთ კენჭი. პარლამენტის ქმედით უნარიანობას ის განაპირობებს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს ბავშვები დიდი სიამოვნებით ასრულებენ. ჩვენთო მოგწონს ეს პროცესი, ეს საქმე. ერთხელ პარლამენტი გვაქვს ჩვენთო შექმნილი, ჩვენთო ვაკონტროლებთ ჩვენს გიმნაზიას, თუ რამე ხდება, გინდა უფროსი იყოს, გინდა უმცროსი იყოს, ყველა ერთმანეთის მხარდაჭერით ირკვევა ყველაფერი, ყველანაირი პრობლემა წყდება ერთად. ყოველგვარი დეტექტორებისა და ვიდეოთვალების გარეშე მოგვარდა გიმნაზიაში კონფლიქტებისა და ქუჩური გარჩევების პრობლემაც. სკოლის მაყურებელს აქ უფროსი კეთილმოწესე ჩაენაცვლა. მე-11 კლასელ გიორგი ბიწაძეს ეს წოდება ზნეკეთილთა საბჭო მიანიჭა. შესაბამისად ყველანაირი დაპირისპირებაც ზნეკეთილი მეთოდებით გვარდება. შევიკრიბებით ყველა ეს დაპირისპირებული ბავშვები ყველაფერი დავარიგებ ჩვეულებრივ რაღაცა სტატუსი მაქვს რომ უფროსი კეთილმოწესე ვარ პატივისცემაც არის რა თქმა უნდა და მიჯერებით ეს ბავშვები კონფლიქტის უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში კი ყველაფერი ისევ ტრადიციული მეთოდებით გვარდება. საქმეში გიმნაზიის სულიერი მოძღვარი და შავნაბადას მონასტერი ერევა. გიმნაზიის სტუმარი არაერთხელ ყოფილა კათოლიკოს პატრიარქიც. ყველანაირი წესწყობილებაც აქ მისი უწმინდესობის ლოცვა კუთხევით ხორციელდება. საჭირო არა მარტო ცოდნა, არა მარტო აღზრდა, საჭირო ამასთან ერთად ვაჟკაცობა. ეს გიმნაზია სწორედ მაგალითია იმისი, როგორ უნდა ვზრდიდეთ ჩვენ შვილებს. მხოლოდ დევიზი გავიმარჯვოთ ერთად და არა ცალ-ცალკე შავნაბადელებისთვის დღეს როგორც არასდროს ისე აქტუალურად ჟღერს.
გამოცდები. გიმნაზიის დირექციამ გადაწყვიტა ფეხს შეამჩნიებს რესპუბლიკურ კონფერენციებში და შიდა სასკოლო კონფერენციებში თითქმის არ დარჩენილა საგანი, რომელშიც გამარჯვება და მონაწილეობა არ მიეღო თამარ გოჭორიშვილს, დირექციამ გადაწყვიტა გამოცდები და კლასებში კეთილმოწესეები ბიჭებმა და მე დავპირდივართ, რომ აუცილებლად დავიხარდი სხვადასხვა მონასტრებში, მაგრამ მოდი შუხდი მათ, რომ ვერ შევძელი და ამიტომ ბოლო გამოციდა ვათავისუფლებ ყველა კეთილმოწესეებს. დირექცია აჯილდოებს მეხუთე პირველი გიმნაზია აჯილდოებს მეათე პირველი
მოუწევი მესამე წელი სპეციალურად გადასახადები სკოლის ინსტრუქტორი მოიწადება და თბილის ლაშუარდი შემოიღობა დამზე ულევი ოქრო დაყარა ასად უღებლად ყინუარს ეყოფა ნაცვინობის თვე აქ მზე დაღვარა ალის თვალს ქუჩებს შუშა ბანდიანს დამზე ბანაობს ყოველ მინაში დაეჯიბრება წუხრი განთიაც ფერთა უცნაურ თოხის წინაში შემოგომის სურნელია ჰაერში ხიდან ჩამოცვენილი ოქროსფერი ფოთლები ჰაერში პრიალებენ ცირცელსა და ძარხვალს ფოთოლი შემოძარცვიათ და წითელი ნაყოფის კუნწულები გამოუჩენიათ შეშახებიან მთაში აშლილ ხისკენ წეროებს დარდივით შეუპარული ენკენის თვე და წავნებით გაფიცხებული ღვინობის თვე უკვე გასულა და მე ვარ შემოდგომა ფერთა მოზაიკა კონესა გარეული ხიბლი ამინდების მე ვარ ოქროსფერი ფოთლის გაგიჟება მე ვარ შემოდგომა მე ვარ გადაღლილი თობა გამწვარი და გრძნობა მორეული მე ვარ შემოდგომა ჭრელი მოზაიკა ჩუმი გადამწყნარი ხმო ყვავილები ისე კარგი რომ ფოთლებმაც დამიკრას ტაში და კარჩაკეტილ თებერვალში ვიყავით ორნი საერთო ქონდა თითები და ცივი მზე მრავლად მე თუმცა ტკივილს დავატარებ შავ ფილტვებს შორის თვალებში მაინც არ გამხელი იმედებს მალა ასე ჟამსა შემდგომ რავსან პირველად ღმერთი ჩემი ჩვენი სინათლით რომ დაესამ სინვარე ოლარს ველი მას მარტო როგორც ახალ ნაძვის გირჩევი ქარებში ქარაგმულად ქროდა მირავ და შემოდგომას თითქოს ფერი გადასდიოდა წუნდა ფიქრებში ფაეტონით ფიფქი მოქროდა ამ ნოემბერს კი ცივის სუსხი გადავკიოდა წუნდა ციოდა ამ ღრეულად თოვდა ოცნება თეთრია სამსრემლი ნაზად ჩამოსდიოდათ ხო აქ ყვარდა გალაქტიურ ჩდომა მეფრურად რომ ფოთლცოლას მოეყოლა როგორც ციოდა ქარები ვით ცივი ახლა შემიხელები ქარები ვით ცივი ადრე ხრებზე ვეხურ
შორი ოცნები ცისკენ იერეკება შენი ბოლო იმედი შენი თოვლის ბეღური ღმერთმა არ მიმატოვებს ხამეების ბუმია ჩემს პანჯრებთან მინორი მოიყვანე წვიმები რომ ქუჩაში გავიდე გაშვებული სულივით ახლა როგორ მცხური ახლა როგორ მივიდები მე თებერვლის მეზური დილის პირულს მოვიდა ქრიზანთემებს კარებთან შორეული მხარიდან ვინც ფეხდაფეხ მომდება დაქცეული ხრმობიდან უკვე ყველამ დამტოვა უკვე ყველა წავიდა მზის მოსვლამდე მოვასწრე შენს ნამიანა იმას მოაჯირზე დავაწერ ერთ სეუდიან ბალადას სანამ ადრე მოფრენი მტყედებს ხელში აიყვან მანამ გადავიწყებ სახლზე მელაპარაკე სადაც შენი სული და ჩემი წმენა ცხოვრობდა ყოველდღიურად მინდვრიდან მზის ქარები ბღაოდნენ ახლა საით სად მკვდები რომელი თხის კოცონთან ახლა სხვებმა დაწერო ახლა სხვები დარდობდნენ მე ყოველთვის ასეულო ისევ შენი თვალები მინდა წვიმა ელევა ჩემი ქუჩის ამინდებს გზა სხვა მხარეს თოვლიან ნაპირებთან თავდება ოდა წავიდე ოდა წავიდე Mora tu shenta nara
შეიჩინა ჩაკი ჩუკი დიდი დაგანათებული შესახედა დიდებული დაგანათებული შესახედა დიდებული სიყვარული მოვა ჩემო თომა მოვა ნამის გამადა არ გამოვა არ გამოვა ძალის სალადა ნები დაგეცალო წიარი მაშასე რვა დავიცი გესის მოქმედი ფილმი თქვენს წინაშე ანტიგონეს ტრაგედიას გაითამაშება ანტიგონე ეს პატარა გამხდარი ქალიშვილია კუთხეში რომ ზის და ხმას არიებს იგი წინ იყურება და ფიქრობს იმაზე, რომ ერთი წუთის შემდეგ ანტიგონე უნდა იქცეს, რომ ეს გამხდარი შავკუთხა და ფუჩათრომი მორონია, რომელსაც დღემდე ოჯახში სერიოზულად არც კი უყურებდნენ, უნდა გადაიქცეს ტრაგედიულ პირად. მარტო უნდა აღწევს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, თავისი ბიძის, მეფე კრეონტის წინააღმდეგ. ფიქრობს იმაზე, რომ უნდა მოკვდეს, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა და სიცოცხლეც საოცრად სულია. მაგრამ რას იზრდება? მას ანტიგონე ქვია და საჭიროა ბოლომდე ითამაშოს თავისი როლი. მისამხოვანი და ჩაფიქრებული კაცი აჟის გვერდით რომ დგას კრეონტია. მასეც იმე როლი. ხალხის წინამძღოლობა დაეკისრა. ადრე ოიდიპოსის მეფობის ჟამს ის სასახლის პირველი კაცი იყო და უყვარდა მუსიკა, ლამაზდიანი წიგნები. თემის ანტიკვარულ თუქნებში შეულა, მაგრამ ოიდიპოსი და მისი ვაჟები გაიხოცნა. კრეონტმა წყლავები აიკარგა და მეფის ადგილი დაიკავა. ტრაგედია იმ დღიდან იწყება, რაც ოიდიპოსი და მისი ვაჟები წაიჭხუდნენ და ერთმანეთი დახუცეს ქალაქის კედლებთან. ახალმა მეფემ კრეონტმა ბრძანა, უფროსი ვაჟი ეტეოკლე დიდებითა და პატრიოტ დაეკრძალათ. ხოლო პოლინიკე გარეწარი მიამბოხი და არამზადა ტურებისა და ჭეპავებისთვის დაერგოთ დასაჯიჯებად. ისიც ბრძანა, თუ ვინმე გაბედავს მის დასაფლავებას, შეუბრალებად დაისჯება. განურჩევლად ვინაობისა. შენს განს რა ხოსი? ხომარავისთან გისაუბრია. არა. ხომარავის შეხვედრი ხარ? არა. დარწმუნებული ხარ? მაშინ გავაკეთე. გადიახლავე შენ სოფელში. თქვი რომ მოვიდა. გუშინდეს საკეთ ეხია გამოვიდეს. ძიძაც იმავე სიტყვის უცნაელებს კი მე გავაჩვენე. რა ზრიობს? თუ ხომ იცით რომ ყველაფერს თავიდან დავიწყებ? რაც შეეცადეთ მის დამარხს? ვალდებული ვიყავი. მე რომ აყურძალე? მაინც ვალდებული ვიყავი. დაუმარხა მიცვალებულთა სულები, აქეთ იქით დაცრწიან და მოსვენებას ვერ სათხოვებენ. შენ ხომ მისოდი რომ იგი მოღალატე და მიამბოხია? ის ძმაა ჩემი. გაბედიელოდა იმას, ვინც გამედოდა პოლინიკეს გვამის დასაფლავებას. დიახ, ვიცოდი. ქნები ფიქრე, ოიდიპოსის ასულივად, ამაყი ოიდიპოსისა და უფლება მაქვს კანონს არ დავამორჩილო. ეგ არ მიფიქრია. ამ კანონს უპირველეს ყოვლისა შენ უნდა ასრულებდი ანტიგონე. მეფის ასული პირველი უნდა ასრულებდეს ყველა კანონს. სახურიც რომ ყოფილიყავი და ჭურჭლის რეცვლის დროს რომ წაიგიქათ ეს ბრძანება,
მაშინ შემიშრალები გაქონი ხელებს და წავიდოდი ძმის დასამართად. სრულ! სახური რომ ყოფილიყავი. კარგად გეწოდინებოდა რომ სიკვდილი დაიჭებოდი. გამოიკეტებოდი ოთხკედებში და გამოიკირებდი შენ ძმას. მაგრამ მიფიქრე, მე ფისასული ვარ. რემონტის დიშვილი, მისი ვაჟის საცოლე და რაც არ დაგოხდეს, მე ვერ გამოდას ჩემს სიკვდილი დასჭასო. ასე არ არის? არა, ცდები. პირიქით მწამდა, რომ აუცილებლად სიკვდილს მომიჯიდით. მიყურებ მასეთი თვალები, შედაგონი ასეთი უხეში და პროზაული ვარ. ისე კი ძალიან საძეგლელი ხასიათი გაქვს, მაინც მიყვარხარ. მან სად მიდიხარ? თქვენ, კარგად იცით, სადაც მივდივარ. რა თამაშია? მე არ თამაშობ. ვარ გესმის, იმ სამი უგუნორის გარდა, კიდევ ვინმე თუ შეიტყვა ჩაიდინე, იწულებული ვიქნები სიკვდილი დაგსაჯო. ხუთი წუთის და აღარაფერი შემეძლება გესმის? უნდა წავიდე, დავასაქმო. ინკაცებს შემის რომ ისევ ამოუხიათ მისიდან. ვაპირებ ამ სისულელის გამეორებას. თუ არ გიტანს. ცხედარს, აყრებული ცხედარს, უამრავი მცველი ყავს გარს. კიდეც რომ მოახერხო და დაასაფლაო, მაინც ამოიღებე შენ ძმის ხელას და დაარდევენ ძის გულზე. რა გინდა? შვილების და სპიანი ხელების დამტრვა და ხელხალ დაპატიმრება? ვიცი, შვილებს დავიმტრო და ხელებს გავსისხიერი, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ყველა ვის უნდა აკეთოს, რა შეუძლია. თქვენ მხოლოდ ჩემი მოუხო შეგიძლიათ. შენი წამება რომ მოგბრძანო? რატომ? იქნებ იმიტომ რომ ალმარტილე, პატიება მაათხოვინე. მე როგორც კი ყველა ტკივილი მიმიხუჩდება, ყველაფერი თავიდან დავიწყე. გამომისმინე! შენ დიდი უპირატესობის მფლობელი ხარ. შენს კარგად იცი და ჩემს წინააღმდეგ იყენებ ბოროტად. ხელი გამშვი. არა, მე შენზე ძლიერი ვარ და ვიყენებ ჩემს უპირატესობას. ისე მაგრად მიჭერთ ხელს მე. მარჯან, ტკივილის შეგრძნება დაკარგა. აღარ მიტკივა. ერთმაინც ის კიდე ამდენი საფრთხელის წინ გუშინა ჯარდება ჩავაფშე წამდეს რომ ხარისთვის საკმაოდ ბევრი საფრთხეს მაგრამ რაც არ უნდა სასწრაფო იყოს მაინც ყველაფერს გადავდე არ მინდა შენ ჩემი დიშვილი პოლიტიკური ამბების მსხვერპლი გახდე არ მინდა ამ ამბავს შეეწირო ანტიგონე შენი სიცოცხლე მეტად მიიღებს. მერტო ჩემო, მე ხომ ვეცადე გამიგო შენი. ერთი წამით მაიცადე გამიგო სულელო კოკო. აუცილებელი ორი ჰათვას. საჭამუნე მარტოს ვინმე. წარმოიდგინე შუაგულ ზღვაში. დაზიანებულ ხამალტიროდნენ წყლიდის დაიძირება. ეკიპაჟი არაფრის გაკეთება არ თუს. ისინი მხოლოდ ტრიუმფის გამოტაზე ფიქრობენ. ოფიცრები კი საკუთარი თვითბაზით ხამით გადასაჭირეთ. გრავენ მოხერხებულ თვისს და საერთოდ აუსასრულეთ წყლის მთელი მარაგი. ანდა შეგინალებს, გარიხურის, ამბრელი იბლისებადაც ძალიან ჯოგიერდა თუხბება. იცი რატო? იმიტომ რომ თითოეული მათგანი საკუთარი თვითბაზით ხამის გადასაჭირაზე ფიქრობდა. მიცხარი თողო ვერ მიგდა. სადაა დრო იმისთვის, ათქვა თუ არა, ამას უნდა დაიციო. ბიცარი ხალხი გადავოდი აუზრდებოდა დაახაც კარტის. რა დაახსაშეშავთ ყველა ხრალიდან. განცდებ ბრძანება რომ დაუყოლებელი ესროლიკას ვინ პირველი გამოეყოფა ბოს. ეს ვისახელოა. არ შენ გავსახელი. შენ მხოლოდ და მხოლოდ მესაჭე ხარ. გესმის რა ხდება? არ მსურს გავიგო. ეს თქვენი საქმეა. მე კი თქვენ წინაშე იმიტომ ძღალა რომ მოარიცხა და მოუწუდე. ანტიკონე! გებუთარები მამაკი, ხალხი რა მოვიკებე ძახონე და გამიდაობა. სათო შენთან ერთად გამოვიდე. შენთან ერთად? სად? თუ ანტიკონეს დაშესაპირეთ, მე დასაჭერ მასთან ერთად. უარე, შენ არა. ახლა უკვე გვიებია. მე მარტო უნდა მოვიდე. შენ თუ მოვიდე, თავს არ მიცის. უშენეთ სიცოცხლე არ შემეძლია. შენ სიცოცხლე მე კი სიკვდილი. აქ ნუ ვეწუწუნე. თუ ხალხი წავსული ხაბი დიახო, ხაბი სახელი დიახო და მე
ცნობა, მაგრამ სულწრით მიგაგიჭირდება. რაღაც უცი, უხმეს მთვე, რაღაც. საიყვანე! ძნის წარმატებაზე. ანდერგონე! ანდერგონე! Regina Samaniშვილი. რასა პირველია? ხარიბიას ნაუშვილი. ვარიანტი ხარიბის. aga რას მოასწავლებდა? ის 30 ურების სიმინდი. 40 ჩაფი ღვინო და 10-ოდე ბათმანი ლობიო მის მამულს რომ შემოჰქონდა და ვითაც თავს ირჩენდა წლიდან წლამდე პეკინას ოჯახი. მაგრამ პეკინას თავისი თავი დიდრებში მოჰქონდა და ვინ იქნებოდა რომ ერთი სიტყვა წამოეცდენინებინა მის სიღარიბეზე პეკინასთვის. როგორც იმერეთში იტყოდნენ, ერთობ გადაყრაჭული იყო ჩვენი პეკინი. მისი ერთადერთი სოლშვილი ვაჟიშვილი პლატონი გულითად მადლობას უთმიდა ზეციერ მამას რომ შემცირებელი არავინ მოუნახა ამ ხარებ მოქმედში. ან თავის მცირედითაც მაყოფილი იგი გულმოდგინებით უთყავდა მიწას თოხს და ოჯახშიც სრული კმაყოფილებას უხდიდა. თურმე საწყინად ქონდა პეკინას ოჯახს საქმე ეს იყო პლატონის ცოლის მელანოს შვილოსნობა. ყველა ხელსაქმეში მარჯვე მელანო არც შვილოსნობაში დააგდო თავის სიმართვე და სუმცირე ხანში 4 შვილი შეძინა ოჯახს. ანგარებების გარდა სპაფრის სწორედ ბედნიერას მინდა სამართლები თავიანთავს. მაგრამ ბედნიერება რა ქვარისა უნდა იყოს? ვის შეჩენია ბოლომდის რომ სამანიშვილისას ფეხი მოედგა ჭირი. მერმა მოუსწრო დღეს საწყალ მარიკას პეკინას სოლს. დედის სიკვდილი თავისთავად მწარე იყო შვილისთვის რომ სხვა ფრივად სამწუხარო არ ყოფილიყო. პეკინა მეტად ჭარმაგი მოხუცი იყო და საშიშარი იყო მეორე სოლის შეხვთვის უცნაური სურვილი გულში აგროვებოდა. დედირაცვალთან განახვრის იში და დედირაცვალთან თანამყოლისა თავსაც სცემდა აქამდე გულდამზუდებით ცხოვრებას. ცოლმაც და ქმარმაც გაუკეთეს მოხუცებული მამის პატივისცემა. გადაღარ მხოლოდ იმით უკვე გართული რომ მოხუცებულის გული მოეგოთ და თავი რაც შეიძლებოდა მეტად შეეყვარებოდა. მაგრამ ამ ღიაურებასა და განცნობაში პეკინას თანდათანობით გულში ნატურა ეჩინებოდა და იმარებოდა. ამ სასიამოვნო მდგომარეობაში მას რომ ეღიცა უფრო სიამოვნებით, უფრო ტკბილად იგრძნობდა თავს, თავისი შესაძლებელს მეგობარიც რომ ყოლოდა. ასე ფიქრობდა პეკინა და ეს საზღვრის შემდეგ სრულად გადაქცეული აუცილებელ წადილად გადაეცა. ასე ფიქრობდა პეკინა და ბოლოს იმით გაათხოვა რომ კაცი მიუგზავნა შულს და გამოუცხადა სურვილი ცოლის თხოვისა. ადვილი წარმოსადგენია რა რიგად მოხდებოდა პლატონის გულს ამის გაგონება. ხუპა მანას გულში რატომ იმედი შენი ჟინი ხუპა რა ტაშილო რა შენი ტაშილო დაუწ მამა კარგი ერთი გიყვა ერთი მებრხანovat შენ უნდა დაიო მამა შვილი რა მიყოლო შვილი რა დრო შეფისია შეგაცო შენ არ მომიწევა აჩავა სასიკვდილო საქმეს მიდირება ერთი შენ დაშინებულად მოლარება პლატო დაშინებული კი არა თქვა დავარ კაც ეგ შენ შიში მამა შო ფერცაფუძო ოჯახს რომ ამნე ხალის თხოვნით ამაზე რა ვავნე კი არა მე თუ მითხავ კაიცა მაისა შენ და ნელამის უჭის თელი ოჯახი ქისეზია პატა შეღავათი მიეცი ბატონო მელანოს საფაზაზე შენ რომ არას დავედი მისი ჩვილი არაა ჩემი ბატონო შენ საფრის შეგვიბრალე ხმე სოლის საფაში ანა გადა სოლის ხოდა რაიჩა ნუ ხაშულა ჟინია მარტო შენ თავი კი არ უნდა იდიქო აბა ასე ვიცი დროც კი არა შენ რა დავარდილი მე ნახე ქონისთან ახალგაზრდა ბეკინა სამანიშვილი კიდევაც აჯობებს ჯარიდან სიმთერდეს და ვაშკაცობით სულ აღარ გიყვართ ეს სულ აღარ გებრალე ხმექმა ჩემი სული ისე შეიყვაროს რა ვარც მე თქვენ მიყვართ მან იცოდეს თუ მე თქვენზე გულში რამე ცუდინებს რას ლაბარაკო პლატონ რას ყველა მიცდა ყველაცა მიწოთა გმერსა დღეს დავენს ნამედანი თავზე გამარება და რა ვქნა შილო ადამიანი ვარ ეს
წყალი დედაშენ, შემისწრებებიერი კაცი არ იქნებოდა. მაგრამ რა სვიზა, ღმერთმა ასევე დღეს თუ ამეშლება. მაცვადე, ცოტა ხანი ბედნიერი ცხოვრობდა. მე მოიხმარდი ჩემი კონე. მამა, შვილი რომ მიყავდო, შვილი, მაშინ დღეს შენ კაცი ვერ დაგელაპარაკებ ხანის ის. ვერ გადააწყვეტია პატრონმა ბეკინას ცოლის სურვილი და ამან უფრო უღურია გული. სხვაც მიუგზავნა მამას ამის საუბაზე, მაგრამ ბეკინა გაჯილდებას შეაგდოდა შვილის სამსაქციელს და არ იშლიდა თავის განსხვავებას. დავჭა, მელან, გადავიდი კაცი. იფიქრე, კალო, შენ იფიქრე, გება, მოიფიქრე რამე. მე რა უნდა გადავაკეთო? დილაი კვადრიანი მეორე დღეს პატრონმა რომ ძალზედ გამხდარი, ზურდაშვებული ცხენი გამოიყვანა, მიაბა სამზარეულო სახლის გვერდით კვინცხასთან და კაზგმა დაუწყო. მიხვალ, პატრონ? მივდივარ, პატრონ, მივდივარ, გავახსენე. ეს ბედაური ვის გამოვარდი შეკაცა. კილა დიკავ შეკაცი დაში ადაგივარდეს. ეს მიფალი, პატრონ, ეს გეხა. მომეც კაცი. აბა ჰე, აბა ჰო, შარებდება. ესეთი შანსი გამოვიდა და ეგაც. რასიზა? ხო, რასიზა. არა, რასიზა. ხო, რასიზა და მოგინაცე და ოიმე, არ გადავიდა მანდი, ჩემი გამოჭერბები დამოხსებლობის ხანს. სულ მალე გადაგმულ მაკრუს გაგაგო. თუ არ ისაუბრ. შვილი ხარკის ისტანიეცე. ის კი არა, კაცო. რამე საქმეში მაინც მოგეხმარება. ძალიან კაი ხალისა, შენ შემოგვი. კაცო, რაღაცაში საქმეში მოგეხმარება, კურს მაინც ვიდეთ, ბოლო-ბოლო. Bravo, Carlo, asa tomar o serenate. So, Carlo, so. Chi era molto di Verano? E che ragazzo, che l'ha ragazzo? მე ჩემს დავებატრონე. შვილო, მე მოხოცებული ვარ. თავს ვეღარ
შებრანება მე შემიგრავი ძალიან ხშირად შეხვდებით შავებით მოსმხნიერ დედაკაცს, რომელსაც ხელში უკავია პატარა შავთვალა ბიჭი. სწორედ ეს გახლავთ რეკინა სამანიშვილის მხრობი ელენე და შვილი მისი, რომელმაც არც კი იცის თუ რამდენი მწუხარება მოიტანა მისმა გაჩენამ. და ასე გულუბ ყველა შეხვდებს მოფუსფუსე ხალხს. Thank you.